არის საუბარი 20-მდე ინდივიდია 20-მდე ფაქტი დაცმები ყველაფერი არ ვიცი ფუნებრივია მე აქ მონიტორინგის ქსელი მაგარ გამართული არ უნდა ამასწრებულობ ჩემი ნაცნობებიდან მეგობრებიდან გულშემატკივრებიდან ვინც უბრალოდ იცის რომ მე ამ თემატიკას ვარ დაინტერესებული უბრალოდ მაჭდის ამ ინფორმაციას მხოლოდ ეს არის ანუ მოხდა ის რაც ალბათ მოსალოდნელი იყო ალბათ კი არა მოსალოდნელი იყო ძალიან ჩაღორა იყო რამოდენიმე 1000 ტონა არის ჩაღორილი მასუთი მცირე ფრაქცია ავტობუსის რაღაც ნაწილი დამისზე გამოირიხა და რა თქმა უნდა იქ ამ მასუთის მასას ქონდა კონტაქტი პირველად აქვს და ასე სამწუხაროდ მომავალში იქნება იმიტომ რომ აი ინფორმაციასაც მე ვფლობ ძალიან ნელი ტემპერატურის ამ მასუთის ალაგმვა ძალიან ნელი ტემპერატურა რატო არის ეს ასე ეს ალბათ ჩვენი საქმე არ არის ჩვენი საქმეც არის რომ შავკას ეხება მაგრამ ეს ფედერაციის ტერიტორიაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ხდება რომელიც სადაც ასევე რუსეთს აქვს სული პასუხისმგებლობის მიერ არის ოკუპირებული და მოხდა აი კონტაქტში ყოფილი ფრინველების რაღაც ნაწილი გადმოფრინდა ჩვენთან ხო მიგრაცია ბუნებრივი ხო ახლა მიდის ეს მიგრაცია ზუსტად დეკემბერში მიდდა აქტიური მიგრაცია ახლა აი ყუბანის რეგიონიდან აბანის კახევარგულიდან ქერჩის ბუნებიდან აი მთელი რეგიონიდან როსტოვიდან აი დონის დაბლობიდან ხდება ფრინველების გადმოსვლა აქეთ საქართველოს პირეთში საქართველოს დაბლობზე და მე როგორ აქედან ისინი ნაწილდებიან სხვადასხვა მიმართულებით ეს არის ბუნებრივი მიგრაცია ფრინველების და აი ამას გამოყვა რამოდენიმე ინდივიდი ანუ ის ინდივიდები რომლებიც იმენა დაისვანენ რომ მათ მოძრაობა ვერ შეძლენ რა თქმა უნდა იქვე დაიღუპა იქვე ისინი დაიღუპნენ ამგვარ დაიღუპნენ მაგრამ ცია დაბინძურება ვისაც ქონდა ვინც შეძლო გადაადგილება ისინი აქეთ წამოვიდნენ და ეს ფაქტები რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ დაწყებიდან სოჭიდან ყვავსედან დაწყებული საქართველოს მისპირეთის ჩატვირთვა თურქეთში რა ხდება მე ეს ინფორმაცია ვერ მოიპოვე ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია აი რა ინფორმაციაც გვაქვს არის ეს რა თქმა უნდა ეს არის საფრთხე ჩვენი ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის იმიტომ რომ ორნითოფაუნა არის ჩვენი ბიოლოგიური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უმნიშვნელოვანესი რგოლი ხო ორნითოფაუნის გარშემო ჩვენი ბიომრავალფეროვნება არის წარმოუდგენელი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია აი ამ ჯაჭვის ხო ბიოლოგიური მრავალფეროვნების ჯაჭვის და ეკოლოგიური ჯაჭვის აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა საფრთხეები არის გავლენა არის მაგრამ მასშტაბები ჩვენ ზუსტი მასშტაბები ისი არ ვიცი რეალურ ეს ფაქტს სისტემა არ გვაქვს